ესტაფეტა. ელენე ბილიხოძის სპორტული ток-შოუ. ესტაფეტა. მოგესალმებით, ეთერშია სპორტული ток-შოუ ესტაფეტა, მიკროფონთან ელენე ბილიხოძე. წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარს, ჩემი კოლეგა ოთარ მაყლაკელიძე. ჩვენ დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის შედეგების შესახებ საუბრობთ. შემოგვერთით 240 91 92 240 92 92 კითხვა და მოსაზრება რადიო 1.ჟ-ზე გამოგვიგზავნით. თავარი სპორტული მოვლენების მიმოხილვა, კომენტარი, ანალიზი, მიღწევები და განცდილი მარცხი, მედალი და ხალხის აღიარება. ყველაზე ამაღელვებელი და აზარტული სპორტის სამყარო ელენე ბილიხოძის გადაცემებში. სამუშაო დღეებში 8 საათსა და 5 წუთზე, 9 საათსა და 5 წუთზე, 19 საათსა და 15 წუთზე, 22 საათსა და 20 წუთზე, შაბათ-კვირას 22 საათზე, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. ოთო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთხელ მოგილოცავ ჩვენი ძიუდოისტების ტრიუმფს. საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ინდივიდუალური და გუნდური შეჯიბრის დასასრული. ორივე შემთხვევაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და ეს იყო საკმაოდ ემოციური ფაქტი. მოდით თავდაპირველად აი ამ ემოციის შესახებ ბრძანეთ და შემდგომ უკვე დეტალურად ვისაუბროთ რა და როგორ. საღამო მშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის ელენე, მივესალმები ჩვენ რადიო მსმენელებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დასასრული ინდივიდუალური პირველობისაც და გუნდური პირველობისაც. ორივე ჩემპიონატი, ასე ვთქვათ, ის თალკე ჩემპიონატად ითვლება, ორივე ჩემპიონატი დაგვირგვინდა საქართველოს ჰიმნით და ეს იყო უმნიშვნელოვანესი, რომ მე-9 ოქრო მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ პირველობაზე და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდურში ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავს და ევროპის საუკეთესო ნაკრები გვყავს პრინციპში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ქართული ფინალი შედგა მძიმე წონაში და ესეც ბოლო აკორდი იყო ინდივიდუალური პირველობის. მე ვამბობ იმ ძირითად დასამახსოვრებელ და უნიშნელოვან რაღაცებს, რაც ყველაზე კარგად გამოჩნდა ქართული ძიუდო, რითაც გამოჩნდა ყველაზე კარგად თუშიშვილის წინვალე ჭიდაობა, დებიუტი ძირითადი ნაკრების მძიმე წონაში. ეს არის ამ ევროპის პირველობაზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები და უფრო დაწვრილებით შემდეგ კი ბატონო, აი მოდით თავდაპირველად ჩვენს ძიუდოისტებზე ვთქვათ, რა არის დღეს მაინც პრობლემაზე გავამახვილოთ ჯერ ყურადღება, ყველაზე პრობლემური ჩვენს ნაკრებში. ეს წინა ბოლო წლებში რომ დაგესვა ეს შეკითხვა, ვიტყოდი რომ ფიზიკური მომზადება იყო, ყოველთვის იყო რაღაც მომენტები, შეიძლება სტაბილურად ისე ყველასთან მიმართებაში არა, მაგრამ ძირითადად იყო რომ სუნთქვის პრობლემა, ქართველების ვიცი ასე ვთქვათ, სუსტი წერტილი, გამძლეობა, ფიზიკური მომზადება და ყველაზე მეტად მე გამიხარდა ამ ჩემპიონატზე ის, რომ დავინახე, რომ აი ეს პრობლემა იმ დონეზე არ ჩანდა კი არა, ბევრ შეხვედრაში და ბევრ შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტები შეხვედრის ბოლო წუთზე და დამატებით დროშიც მოწინააღმდეგეზე კარგად გამოიყურებოდნენ ფიზიკურად. ეს ძალიან კარგად მენიშნა და ეს ჩემი აზრით იყო იმ ფიზიკური ვარჯიშების დამსახურება, რომელზეც ბოლო თვეებში, ეს ბოლო თვეებია, უბრალოდ ინტერნეტში თუ აქტიური ხარ, შეამჩნევ ძიუდოისტების პირად ვიდეოებს და ფოტოებს დადებულს ძიუდოს ტრენაჟორების დარბაზიდან, რომელშიც, რა ვიცი, მე აი ეგეთი ხალისით და ასეთი მონდომებით მე არ მინახია, რომ ჩვენები ვარჯიშობდნენ. უცხოელი სპეციალისტი ავარჯიშებდა, როგორც ვიცი, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ როგორც ამბობენ და იყო ძალიან ისეთი ვარჯიშები, რომ ფიზიკურად დაეტყოთ, აი ელემენტარული, აი ყველაზე კარგად დაეტყო ჩემი აზრით რეხვიაშვილს, ზებედ რეხვიაშვილს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური იყო ზებედ რეხვიაშვილისთვის ეს ძირითად დროში ჭიდაობა. მიუხედავად იმისა, რომ 4 წუთი გახდა ჭიდაობა, მაინც მქონდა შიში, რომ გაძლებდა თუ ვერა რეხვიაშვილი. გაძლო კი არა, ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული იყო ფიზიკურად მთელ გუნდში. ნუ აღარაფერს ვიტყვი თუშიშვილზე, რომელიც ამ კომპონენტშიც საუკეთესო იყო და რა ვიცი, აი ყველაფერში. უფრო ჩემი აზრით პრობლემა
ჩვენ და გასაკვირად ამჯერად იყო არ ვიცი რა განწყობაში იყო რაღაც შემართებაში რაღაც მომენტებში ითიშებოდა გუნდი არ ვიცი რას დავაბრალო იყო ტაქტიკური შეცდომები ბევრი და ბევრი ძალიან გაუთვალისწინებელი მარცხი გაცილებით დაბალი რანგის მეტოქეებთან ძნელია ამის ერთი იმით ახსნა ეს ძალიან საინტერესო მე ძალიან მაინტერესებს რა სიტყვიან თვითონ მწვრთნელები არ მქონია ჯერ არავისთან კონტაქტი და ჩამოვლენ თბილისში და მაინტერესებს მე თვითონაც მე აქვე ვეტყვი ჩვენს რადიო მსმენელს რომ ჩვენ ძიუდოისტები სამშობლოში ხვალგამთენი ისას დაბრუნდებიან და შემდგომ უკვე დეტალურად გვექნება შესაძლებლობა თავად თვითმხილველებმა მწვრთნელებმა და ფედერაციის ხელმძღვანელებმა შეაფასონ კონტინენტის პიროვნება მოდით პირველი დღის შესახებ ვთქვათ ფაქტიურად საკმაოდ კარგი იყო სტარტი, თუმცა ფინიში საკმაოდ სამწუხარო. სუბუქი წონა, ჩვიმიანი და პაპინაშვილი გავიდნენ ნახევარფინალში, იყო შანსი რომ ქართული ფინალი პირველივე დღეს გვენახა, მაგრამ ისე მოხდა რომ ფინალი კი არა, მესამე ადგილისთვისაც ვეღარ მოიგეს თავიანთი შეხვედრები და დავრჩით მედლის გარეშე და ეს ავიცი აი ცოტა ისეთი მომენტი იყო რომ მეშვიდე და მერვე წუთზე წააგო ორივემ გადამწყვეტი შეხვედრები აქაც არანაირი მე ვთვლი რომ გამძლეობის ამბავი არ იყო უბრალოდ ორივემ რაღაც ტაქტიკური შეცდომა დაუშვა იმავე დღეს იყო ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი თუმცა ვიდრე ვაჟაზე ვისაუბრებთ უკვე მსმენელი გველოდება და მოდით მას მოусმინოთ გისმენთ გამარჯობა Hallo. მოგესალმებით. მოგესალმებით გესწრაფ. მოგესალმებით ბატონო. შემოვთარ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, აი, აქ ვისაც ავკითხე, არავინ ისე იგი საქმის კურსში არ არის. თქვენ თუ იცით, აი რა მოხდა ისე იგი აზერბაიჯანსა და უკრაინის მოჭიდავეები. ისე იგი აზერბაიჯანს მიხავდა 3-0, უკვე გალაღდებული ჰქონდა ბრინჯაოს მედლები ისე იგი მეოთხე მოჭიდავე რატომღაც თავი შეიკავა აზერბაიჯანს და დასაჯეს ამის გამო ბოლო იმდენ რაღაც მოხდა რომ საერთოდ ჩამოართვეს მედლები ხო არა ხარ საქმის კურსში რა მოხდა დასაგებია დიდი მადლობა თუმცა ალბათ დეტალურად უკვე ისინი ისაუბრებენ ვინც თავად იყვნენ იქ თვითმხილველები და იგივე ჩვენი ვლადიმერ ნუცუბიძეც თუმცა ოთობძანეთ ხო, ну, რა ვიცი, მეც მაინტერესებს, ეგ ძალიან მაინტერესებს და თვითონ აზერბაიჯანულ გვერდებზეც შევიხედე და ისეთი კონკრეტული და გამოკვეთილი პასუხი თვითონაც არ აქვს დაწერილი. აი, ცოტა უცნაურად არა, ალბათ იმ საქციელის გამო რომ აღარ აპირებდნენ რაღაც რახან გაინაღდეს გამარჯვება და აღარ უნდათ მე სხვა შორის არც ისეთი მწვავე პროტესტი არ აქვს აი ამ სოციალურ ქსელში დაფიქსირებული, მეც დავაკვირდი ვთქვათ რამდენიმე ვთქვათ აზერბაიჯანული პრესის ოფიციალურ ვებგვერდს და არ არის თქვათ ესეთი გამოკვეთილი ხო მოთო? კი, მაგრამ დაისაჯენ ძალიან მკაცრად და ნუ არ ვიცი ეხლა რაც არ ჩანდა იქ რა მოხდა, ცოტა აი შეიძლება რაღაც ისეთი რაღაც იყო, რაც არ გამოჩნდა და ჩვენთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის და შეიძლება მალავენ განზრახდა, შეიძლება უბრალოდ არ არის ადამიანი, ვინაც გამოიტანს ჯერჯერობით მაგ ამბავს და ეგეც პრინციპში ჩვენი მსაჯები რო ჩამოვლენ გვეცოდნენ. კი ბატონო, რაც შეეხება ვაჟას ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონის რანგში ჩავიდა ჩემპიონატზე, იმაში ვარშავაში. საკმაოდ კარგად იყო ეს ბიჭი სეზონის დასაწყისში და რაღაც ჰქონდა იმედი, რომ მინიმუმ სამეულისთვის მაინც დადებდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ წააგო ძალიან აი ბავშვური შეცდომით თან გაცილებით დაბალი დონის მეტოქესთან, დაბალი დონის მინიმუმ 50 საფეხურით მაინც უუსწრებს მსოფლიო რეიტინგში სლოვაკ მეტოქეს რომელსაც წააგო მარგველაშვილი, მაგრამ მოხდა ისე, რომ გაითიშა, აი მომენტალურად გაითიშა. მე დარწმუნებული ვარ, რომ 10-დან შეიძლება 10-ვე მოუგოს რო შეხვდეს, მაგრამ აი მომენტი იყო, რომელსაც ვერ არ ვიცი რა დაემართა, რატო გაითიშა, რატო არ ახასიათებს მარგველაშვილს ეგეთი რაღაცები, მაგრამ მოხდა დაუშვა შეცდომა და დაისაჯა მერვე ფინალში წაგება კი ავტომატურად საერთოდ მედლის გარეშე დარჩენას ნიშნავს, ვეღარც ბრინჯაოსთვის გააგრძელა და აი ესე ცუდად დამთავრდა პირველი დღე და მე მიყვა მეორე ცუდი დღეც და მოკლედ
რო არ გამოჩენილიყო თუშიშვილი და ოქროაშვილი, რა ვიცი, აბა. მე არ დაგვალვიცე. ნუ რა თქმა უნდა, ღვინიაშვილი, ხო, ღვინიაშვილისგან. დიახ, მოდით მეორე დღის შესახებ ვთქვათ, იგივე ლაშასთვისაც საკმაოდ რთული იყო ემოციურად და ეს სტრესი მას აი გუნდური შეჯიბრის დროსაც კი ვინც მას კარგად იცნობს დამეთანხმება რომ აშკარად ეტყობოდა ეს კვალი. კი, აშკარად ეტყობოდა ლაშას წინა დღეების ორი დღით ადრე იჭიდავა ხო გუნდურამდე და ავსტრიელ მეტოქესთან აი იგივეს ვიტყვი რომ ლაშა არასოდეს არ წააგებს იმ ავსტრიელთან. არანაირად იმას არც სტილი აქვს რომ რაღაც უხერხული მეტოქე იყოს ლაშასთვის, ჩემი აზრით. უბრალოდ მოხდა ისე რომ ვაზარზე დააგდო რეიტერმა ერთი წუთით ადრე დაახლოებით და ვეღარ მოასწრო შავდათუაშვილმა ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა და ეგეც მეორედ ფინალი იყო შავდათუაშვილიც ასე დაგვირჩა ისა და იმავე მეორე დღეს იყო ზებედა რეხვიაშვილიც რომელიც ჭიდაობითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი მე მაგრამ შედეგით არა მაგრამ ესეთი ჭიდაობა მე ვფიქრობ რომ ზებედა რეხვიაშვილმა რაც ამ ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავა ну, რა ვიცი, მე ველოდი მაგალითად 10 წელი ამ ჭიდაობას, იმიტომ რომ ზუსტად 10 წლის წინ ჭაბუკებში გახდა ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი ზებედა რეხვიაშვილი და მაშინ ჭიდაობდა, აი იმ დროიდან მახსოვს მე და მაშინ გახდა ჩემი ფავორიტი რეხვიაშვილი და იმის მერე ისე, ну, აეწყო ცუდი რაღაცეები მის კარიერაში. სხვათა შორის 2013 წელს იყო მე მგონი 73 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი აიღო ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ მე ვთვლი რომ მაშინაც არ იყო ესე კარგად მომზადებული როგორც ეხლა იყო. მივიდა ნახევარფინალამდე ძალიან მაგარი ჭიდაობით, სასწაული ილეთებით, თავისი საფირმო ილეთები აქვს ჯერ მარტო, რა ვიცი, არავინ არ აკეთებს ჰაერში მიხტომით მტკივნეულს აკეთებს, არ ვიცი ეს საოცარი რაღაცაა ხო და ნახევარფინალში წააგო დამატებით დროში, ამანაც და ისიც გაფრთხილებით, ცოტა ისეთი ძალიან დასანანი გაფრთხილებით გერმანელთან და მესამე ადგილისთვის შეხვედრა მე ვფიქრობ რომ უფრო ხასიათის ის იყო რაღაც ვერ განეწყო შეიძლება ვერ შეაფასა მეტოქე და მოხდა ისე რომ ფაქტიურად პირველივე შეტევაზე დავარდა და დარჩა მედლის გარეშე მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ვამბობ კიდე ერთხელ ზებედას ჭიდაობით და თუ ესე გააგრძელებს თუ ფიზიკურად კარგად იქნება ტექნიკური მხარე და არსენალი ილეთების იმხელა აქვს მაგას რომ აუცილებლად შედეგი მაგის შემთხვევაში აუცილებლად გვექნება მომავალ ტურნირებში. რაც შეეხება ჩვენი მსმენელი გეკითხებათ გურამ თუშიშვილზე მის შესახებ ოდნავ მეტად რომ გითხრათ და ვინ არის მისი პირადი მწვრთნელი? გურამ თუშიშვილი 22 წლის არის ძიმეწონოსანი ჩვენი ძიმეწონაში სხვათა შორის შარშან წინ გადავიდა 2015 წელს ახალგაზრდულ ნაკრებში და ახალგაზრდულ ნაკრებში ძიმეწონაში რომ დადგა მაშინვე შეეძლო 100 კილოში გამოსვლა მაგრამ ისე მოხდა რომ რაღაც საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს მწვრთნელებმა და ფაქტობრივად 100 კილოგრამიანმა იჭიდავა ძიმეწონაში და გახდა ევროპის ჩემპიონი. მაშინვე ძალიან კარგად იჭიდავა, ძალიან ძლიერი სპორტსმენია, მაგრამ იყო რაღაც მომენტები მაგის კარიერაშიც ახალგაზრდულ ასაკში რაღაც დისციპლინარული, ასე ვთქვათ, რაღაც შიდა დარღვევები, რამაც შესაძლოა რაღაც დროით გადაავადა მაგისი წარმატება, მაგრამ აშკარაა რომ უკვე ეს დრო დადგა. შარშან იჭიდავა უფროსებში ევროპის ჩემპიონატი ნოემბერში 5 თვეა გასული პრინციპში გახდა საქართველოს ჩემპიონი უფროსებში და დამკვიდრდა საქართველოს ნაკრებში და ნუ მე როგორც იჭიდავა წელს პარიზის გრან-სლემი იჭიდავა თუ არ ვცდებით თებერვალში და ერთი ნაბიჯი დააკლდა მედლამდე და მე ბაქოს გრან-სლემი მოიგო და აშკარად ეტყობოდა მის მომზადებას რომ უკვე მზად იყო შედეგისთვის და გამოჩნდა ევროპის ჩემპიონატზე რომ მზად იყო კი არა ერთი თავით ჯობდა მეტოქეებს და ჯერ მარტო ჩეხი კრპალეკიც ახალი კაცია პრინციპში ძიმეწონაში მაგრამ იმხელა ძიუდოისტია ევროპის მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონია და მე ვფიქრობ რომ სამომავლოდ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი კრპალეკი იქნება თუშიშვილის და ნუ რა ვიცი მისი პირადი მწვრთნელი? აი, პირადი მწვრთნელზე ვერ გეტყვით, სიმართლე გითხრათ, ცოტა ჩამოშორებული ვარ ეს ბოლო პერიოდი ციგნოს და გასაგებია მსმენელი გველოდება გისმენთ გამარჯობა. მე ვარ ეთერში? დიახ, გისმენთ. გისმენთ. მაგათი წასით შეგითხო მაგ თორგეცნებად. თუ ბოლო წუთებამდე მერვე წუთი უკვე დამთავრდა მთელი მიღწევა და დიდი იმედი ქონდა.
არ შემითვალოთ რაღაც, მაგრამ წარსული მოყოლებული გადასახედიდან თუ არის თქვენ მეთოდიკაში მკაცრად აკრძალული, რომ მეტოქეები ერთმანეთს პირისპირ არ შევხვდნენ, თუნდაც წუთით კი სასაუბროთ. აი ეგ მე სხვა რამეს გულისხმობდა. თქვენ თუ გაქვთ ეს მკაცრად აღრიცხული ან მეთვალყურების ქვეშ დაღენებული. ეს კითხვა ალბათ უფრო მწვრთნელების მისამართით უნდა დაისვას, თუმცა რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უთო და რამდენადაც მე თავადაც მინახავს, ყველა მწვრთნელი ცდილობს, რომ მის პირად შეგირდთან განსაკუთრებით ესეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრის წინ ყველაზე ნაკლები იყოს კონტაქტი. ხო, რა თქმა უნდა და ბევრი არის შემთხვევები საერთოდ სატურნირო ბადებსაც არ აჩვენებენ და არ იციან ვისმერები ხვდებიან და გააჩნია ეგ პრინციპში ზოგიერთზე როგორ მოქმედებს, ზოგიერთზე როგორ ზოგს პირიქით უხარია და ურჩევნია რომ პირადი რაღაც დიახ, ეს უკვე ალბათ განეწყოს ისე რომ შეიძლება რაღაც შეაშინოს სტატამს გარეთ ვიღაცა სპორტსმენის და ვთქვათ მწვრთნელის ურთიერთობის შედეგია ეს ყველაფერი. დიახ, აი ჩვენ საუბრობდით მეორე დღეს და საკმაოდ სევდიანიც იყო ეს დასასრული და ყველას ჰქონდა იგივე სოციალურ ქსელშიც ეს მომენტი რომ რა იქნება ხვალ, თუმცა იგივე ბექას თუშიშვილზე ვთქვით და ადამის ფაქტორი ძალიან გადამწყვეტი აღმოჩნდა აი ამ დადებითი მუხტისთვის. აი ბოლო დღის წინ, 2 დღის შემდეგ ჩემპიონატის დაწყებიდან უკვე სერიოზული სანერვიულო იყო ჩვენთვის სიუდოს გულშემატკივრებისთვის, სიუდოს ფედერაციისთვის, რა თქმა უნდა და ნაკრების ხელმძღვანელობისთვის. ბოლო დღე განსაკუთრებით დამძიმდა სიტუაცია, იმიტომ რომ საერთოდ 2 დღის შემდეგ медали არ ქონდა საქართველოს ნაკრებს და ცხადი გახდა იმ თავითვე, რომ ძალიან გაჭირდებოდა წინა წლების შედეგების განმეორება, გაუმჯობესებაზე ხო ლაპარაკი ზედ. არა, ეს ფაქტურად იყო წარმოუდგენელი, თუ კი წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ფაქტურად არ არსებობდა შეჯიბრი, რომ პირველი 2 დღე საქართველოს ნაკრებისთვის მედლის გარეშე დასრულებული იყო. კი, არ არსებობდა ნამდვილად, მე არ მახსოვს ეგეთი, 2011 წლის ჩემპიონატი იყო ერთადერთი, როდესაც პირველ დღეს არ გულისხმობ, როდესაც ოქროს გარეშე დავრჩით და იმის შემდეგ ერთ ოქროს არა, 2 ოქროს ვიღებდით ან 3-ს. 2011 წლიდან მოყოლებული და ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი იყო. ეხლა ცუდი ცოტა ძნელი სათქმელია, როცა ერთი ოქროა, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, მაგრამ იგივე საქართველოს ნაკრების საზომით რო გავზომოთ, ამ შემთხვევაში ვამბობ, რომ წარმატებული არ იყო მეთქი ინდივიდუალური პირველობა. ნუ ბოლო დღეზე რაც შეეხება ღვინიაშვილის ბრინჯაოთი დაიწყო და ეს ღვინიაშვილის ბრინჯაო პრინციპში გასახარიც იყო და ამ დროს ძალიან გულსატკენიც იყო, იმიტომ რომ ხალმურზაევთან წაგება, ნუ მე პირადად არ ველოდი და რაღაც ბექასგან უფრო მაღალი სინჯის медалს გეგმავდი პირადად, ეხლა ჩემი დასაგეგმი ეგ რამდენად არის არ ვიცი, მაგრამ ხო და ნუ რა ვიცი, ბრინჯაოს медали იმ ნახევარფინალის შემდეგ, ნახევარფინალში არა მეოთხედფინალში დააგო, იმ მეოთხედფინალის მერე საუკეთესო შედეგი იყო ბექასთვის და ჭიდაობითაც ვთვლი რომ ნორმალურად იჭიდავა, თავის საუკეთესო ჭიდაობა ვერ აჩვენა, მაგრამ ნორმალურად იჭიდავა და პირველი შედეგი დადო დიდ უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთოდ медали არ ქონია აქამდე და იმედია ამ ბრინჯაოთი რომ დაიწყებს, ახლა წავა და დამკვიდრდება 90 კილოგრამის ლიდერად. რაც შეეხება მძიმე წონით კატეგორიას, ფაქტურად გურამმა თქვა, რომ მერჩივნაო ყველა სხვა მეტოქე, ოღონდ არა ადამი ფინალში, მაგრამ საოცრად ემოციური იყო ის კადრები. ბოდიშიც, რაღაც სიყვარულიც, ფაქტურად ყველაფერი გამოიხატა, აი მოკრძალება გამოჩნდა იქში და იმიტომ რომ ადამია და ბოლო პერიოდის ნამდვილად ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული. ადამიანის მხრიდანაც კარგი ჟესტი იყო, რომ ყველას დაანახა, რომ მოდის ახალი კაცი ნაკრებში და ჭიდაობაზე რა ვთქვა, ეხლა ადამიანს და თუ განსაკუთრებით თუშიშვილმა შთამბეჭდავად იჭიდავეს, ძალიან მაგრად იჭიდავა თუშიშვილმა, 40 წამში მოიგო პირველი 2 შეხვედრა. ადამიანსაც კარგად იჭიდავა, პრინციპში ერთადერთი ლიტველთან იყო, რომ ცოტა ისეთი იყო, პრინციპში არ აჭიდავა ლიტველმა, თვითონაც არ იჭიდავა და ამისთვის მიიღო გაფრთხილება და ილეთი ამისთვის არ გაკეთდა, თორე ადამიანის მიმართ არანაირი სასაყვედურო არ მაქვს, ადამიანმა თბილისის გრან-პრიზეც დაამტკიცა, ფაქტურად თბილისის გრან-პრიზე გაინაღდა ნაკრებში, ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა და აგერ ევროპის ჩემპიონატზე კიდე ერთხელ დაამტკიცა, რომ არანაირად ჩამოსაწერი კი არა, ნაკრების ერთ-ერთი საიმედო წევრია და თავარია გააგრძელოს ისე ვარჯიში და
ყოველთვის შეიძლება მსოფლიოს მოწინავეებში ტრიალი ადამ ოქრუაშვილს. ლიპარტელიანი იყო ბოლო დღეს და რა ვიცი, ლიპარტელიანის ყველაზე რაღაც გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის ლიპარტელიანის უმედლოდ დარჩენა, იმიტომ რომ ყველაზე სტაბილური და ყველაზე უხმედლიანი, ასე ვთქვი, უხტიტულა წევრია საქართველოს ნაკრების ლიპარტელიანი. ჯერ მარტო ის რა დღის რომ ევროპის ჩემპიონატზე 2009 წლიდან მოყოლებული ზედიზედ 8 ჩემპიონატზე მედალი ჰქონდა აღებული და მე-9-ს შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ აიღო და ამას ლოგიკური ახსნაც აქ ხა 90 კილოგრამში გამოდიოდა, უსებ ავიდა 100 კილოში. კი, იქაც ჩვენივრად იჭიდავა ეს მოსამზადებელ პერიოდში და რა თქმა უნდა ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რომ იქ ვერ შეძლებს იგივეს გაკეთებას რაც 90-ში შეძლო, აქვს ამის პოტენციალიც და რაც თავარია მონაცემებიც და თვითონ საქმისადმი მიდგომითაც ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში, მაგრამ ამ ეტაპზე არ აღმოჩნდა ძალა არ იყო 100 კილოგრამში ასე ვთქვათ შედეგის დასადებად. თუმცა ლიპარტელიანია და ამით ყველაფერია ნათქვამი აუცილებლად შეძლებს მომავალში ლიდერებში დამკვიდრებას 100 კილოგრამშიც. და ალბათ რაღაც ეტაპზე ამ ნაკრებში, ვთქვათ, სხვადასხვა პრობლემებთან ერთად დგას ფსიქოლოგიური მომზადების ფაქტორიც და თუ კი ეს მხარეც გაძლიერდება, ნამდვილად სასიკეთო წაადგება ჩვენს ბიჭებს. კი, მე წეგან თავიდან როგორც დავიწყე, მიზეზებს ვეძებ ფაქტობრივად, მეც ვეძებ მიზეზებს, რა დააკლდათ, რატო აგებდნენ ესეთ მოსაგებ შეხვედრებს და რა იყო ამის მიზეზი, გამძლეობა აღარ იყო მიზეზი და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ფსიქოლოგიური, არ ვიცი, რატო რაღაც განწყობის მიზეზი, განწყობის მხრივ არ ვიცი, საქმისად მიდგომის მხრივ არ ამგონია რომ რაღაც უპასუხისმგებლოდ არ უჭიდავიათ უბრალოდ რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი ყველაზე ესეთია რა, მიახლოვებული ამ სავარაუდო მიზეზებს შორის და არ ვიცი, ეს ბიჭებთან პრინციპში მე კონტაქტიც არ მქონდა ამ ბოლო შესარჩევში, მაინც და მაინც ცოტა დისტანციურად ვიყავი და არ ვიცი, გუნდში შიდა განწყობა თორე ნამდვილად ვიტყოდი. და თავად ვისაც ახსოვს, თქვა და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძის ჭიდაობა და მისი ბრწყინვალე გამარჯვებები, ის თავად არის განწყობის ფალავანი და ყოველთვის ცდილობდა რომ ეს წარმატებულის განწყობა შეექმნა, ვიდრე შეჯიბრი დაიწყებოდა და ვინ-ვინ და ყველაზე მეტად მან იცის რომ ეს განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საინტერესო იქნება თავისი შეფასება და რა სიტყვის არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი ხა რომ რაღაც ცირეკიძის შემთხვევაში ვერ განაწყო გუნდი და რაღაც არ ვიცი, შეიძლება არ ვიცი. გასაგებია კი ბატონო, საკმაოდ საინტერესოა და იგივე ძალიან კარგია რომ თქვათ იქ იყვნენ ჩვენი კოლეგებიც ზურა უსუფაშვილი, ირაკლი თავაძე, მათაც ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, როგორც გულშემატკივარი და როგორც ჟურნალისტი როგორ აფასებდნენ უკვე თქვათ. უნდა მე განსაკუთრებით ირაკლის განველოდები, რომელიც ცოტა სხვა თვალით უყურებს და უფრო ღია და გახსნილი იქნება და უფრო რა თქმა უნდა. მოდით მთლიანად ევროპის ჩემპიონატი შევაფასოთ და ახალი სახეები, სად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ოლიმპიურ ციკლში ახალი სახეები დამკვიდრდება, წონებს გულისხმობ. ვიცი, ცოტა ძნელია, ეხა მე მაგალითად ყველაზე მეტად ველოდები ახალ სახეებს მძიმე წონაში. თუ შიშვილით დაწყებული კრბალეკიც ვთქვი, ჰენკ ხროლი, კიდე ჰოლანდიელი, რომელიც ძალიან ძლიერი ძიუდოისტი იყო 100 კილოგრამში. და წელს საერთოდ არსად არ უჭიდავია და თბილისის გრან-პრიზე იყო განაცხადში. ბოლოს ამოეწერა განაცხადიდან და არ ვიცი რა იყო მიზეზი ამის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ხროლიც აპირებს მძიმე წონაში გადასვლას. მძიმე წონას ორი ძალიან ძლიერი, თუშიშვილის გარდა, ძიუდოისტი ემატება, ორი მოძრავი ძალიან და ძალიან აქტიური, რომლებთანაც ძალიან უჭირთ საერთოდ ეგეთ სტილის მოჭიდავეებთან და თან არც ჯანი არაკლი, არც კრპალეკს, არც თუშიშვილს და არც ხროლს, მით უმეტეს თუ მოიმატებს ხროლი წონაში და ეს ბუნებრივია ეს იქნება. ფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული წონა იქნება მძიმე წონა, სხვა წონებშიც, დაბალ წონებშიც აქა-იქ გამოჩნდნენ, ეხლა ცოტა მიჭირს ესე ცალ-ცალკე გამორჩევა, მაგრამ იყო იგივე 90 წონაში კუკოლია
სლოვენიელი, რომელიც ტურნირიდან ტურნირამდე უმატებს და ძალიან სერიოზული კონკურენტი იქნება ჩვენი ბექასთვის. და ესე რა ვიცი, აბა გამოჩნდება, უფრო გამოიკვეთება ალბათ აი ამ ზაფხულის მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო გამოჩნდება ვის რა შეეძლება ამ ოლიმპიურ შესარჩევ ციკლში. და იგივე 73 კილოგრამი წონით კატეგორია შეიძლება ითქვას, რომ ლაშას თვის ახალი მეტოქეების გამოჩენაც არ არის თქვათ ისეთი ალბათ იმას გულისხმობ ჰეიდაროვს აზერბაიჯანელს. მე ჰეიდაროვის მაინც და მაინც ჭიდაობა ტურნირებზე არ ვიყავი მოხიბლული. ეხლა ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა ძალიან კარგად. ძალიან კარგად, კი ბატონო. ხო და საერთაშორისო ტურნირებზე ესეთი ეფექტური არ იყო, ვერ იყო. ну რა ვიცი, აბა არის შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ისე გააგრძელოს, როგორც მანამდე იყო და შეიძლება ეს იყოს რაღაც და ტრამპლინი და ამ ევროპით დაიწყოს, გახდეს ლიდერი. მე მიმაჩნია, რომ იგივე წონაში ორუჯოვი გაცილებით ძლიერია ვიდრე ჰეიდაროვი, მაგრამ რა ვიცი, აბა ნახოთ, დავაცადოთ, როგორ გააგრძელებს და ვიცი, იმედია ლაშას კონკურენტი ისეთი როგორც ორუჯოვი ჰეიდაროვი ვერ იქნება ისეთი ძლიერი. იგივე 60 კილოგრამი წონითი კატეგორია საკმაოდ საინტერესოა ფაქტიურად და იგივე 66-იც ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც ვთქვათ თვალს ვადევნებდით შეხვედრებს, ვერ ვიტყვით რომ რომელიმე ამ წონაში არის გამოკვეთილი ფავორიტი და იგივე ვაჟასთან 66 კილოგრამში რომელიმე შეუძლია რაღაც სერიოზული ვთქვათ კონკურენცია და მეტოქეობა გაუწიოს. კი, აი არა მარტო 66-ში, რამდენიმე წონაში არ ჩანს, აი გამოკვეთილი ფავორიტები არ აყავს წონას და ეს რა ვიცი, ეს კიდევ მიძლიერებდა იმედს, რომ ვაჟა შეძლებდა, მაგრამ რა ვიცი, ხდება ეგეთი რაღაცები და პრინციპში გეთანხმები, რომ 66 კილოგრამს ამ წუთში ევროპის მასშტაბით ესეთი გამოკვეთილი ლიდერი არ აყავს. ახოთ როგორ ვინ მოუმატებს და კი ბატონო, ამ საფლოზე უფრო მეტად გამოჩნდება, ვთქვათ და იქ შეიძლება უფრო მეტად კი ბატონო, აზიელები, იაპონელები რა სიურპრიზ შემოგთავაზებენ, ეს ის წონებია, სადაც მათ ყოველთვის ყავთ თითოეული ესეთი მარგალიტი შემონახული და გამოაჩენენ ხოლმე. რა ვიცი, ნახოთ აი ევროპის მასშტაბით ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ ისეც, რომ ახალგაზრდებიდან გადმოვიდეს და უცებ დამკვიდრდეს ან რაღაც გამოჩნდეს უცებ ისეთი, რომ არავინ არ იცნობდეს და აქამდე არ ქონდა არაფერი და ესე უცებ ფავორიტი გახდეს წონის. რა ვიცი, ჯერჯერობით არ ჩანს ესეთი ესა და იმედია ვაჟა იქნება გააგრძელებს ამ წონის ლიდერებში ტრიალს. საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს, რეიტინგებზე პრინციპში გამოქვეყნდა რეიტინგები და მეორეა პაპინაშვილი თავის ზონაში და მესამეა თუ არ ვცდები შავდათვაშვილი და მეხუთე ადგილზეა თუშიშვილი უკვე და სამი ტურნირი იჭიდაო და მძიმე ზონაში უკვე მეხუთე ადგილზეა და მეშვიდეზეა ადამოქრუაშვილი. რა ვიცი, აბა ნახოთ, მარტო რეიტინგების იმედად მოვიქნებით, მაგრამ მე მგონი ტურნირებზე წარმატება და სარეიტინგო ქულების მოპოვება იქნება წინაპირობა იმ მომავალ დიდი წარმატებების. მოდით უკვე გუნდურის შეჯიბრის შესახებაც ვთქვათ და ასე ვთქვათ შეხვედრები მიმოვიხილოთ. გუნდურში მე ცოტა აი იმ წინადღეების ჭიდაობის მე ცოტა ფრთხილად უყურებდი ქართველების იმას ნებისმიერ მეტოქეს და ყველა მეტოქესთან რაღაც მაინც მეშინოდა რომ ხასიათის ამბავში ცოტა კი გუნდურში არასოდეს არ უჭირს ჩვენ გუნდში ჭიდაობა, მაგრამ აი ეს რაღაცა მომენტებში გამოჩნდა მაინც ის წინადღის უიღბლობების გამოძახილი იყო თუ გინდა ლაშას და თუ გინდა ზებედას დავარდნები რაღაც არ არის არგურად სუბთაზე დავარდნა პრინციპში მაინც საბოლოოდ მაინც კარგად იჭიდავა გუნდმა და მაინც დაამტკიცა და პირველ ყოვლისა გურამ თუშიშვილის დამსახურება ეგეც რომ არ დავრჩით მაგალითად ბრინჯაო სამარა ან იცი უმედლოდ არ დავრჩებოდით იმედია, მაგრამ აი ოქროს მედალი ამ შემთხვევაში ეკბილებით გაიტანა თუშიშვილმა ბოლო მეხუთე შეხვედრაში გადაწყდა ნახევარფინალის ბედიც და ფინალის ბედიც და რა ვიცი, აი გუნდი იყო მზად გამარჯვებისთვის, მაგრამ რაღაც აი მარილი აკლდა მაინც რა რაღაც და
არანაირად არ ვაკნინებ ამ წარმატებას, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ნაკრები შედარებით შესუსტებული შემადგენლობით გამოდიოდა, სამაგიეროდ დასვენებული შემადგენლობით გამოდიოდა, ესე ვიტყვი, ის ვინც ყავდა შემადგენლობაში, ყველა დაასვენა და დასვენებული ხალხი გამოიყვანა გუნდურში, ასე ვთქვათ, ახალი გუნდი აჭიდაო და ვერ ვიტყვი, რომ ეს პირიქით მათთვის ცუდი იყო. ახალი სისხლი და ახალი ხალხი, რომელიც კონკურენციაში შედის, აი იმ ძლიერ ძიუდოისტებთან და ამის გათვალისწინებითაც საქართველოს ნაკრების წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საქართველოს ნაკრები არის ევროპის საუკეთესო ნაკრები და ამით არის ყველაფერი ნათქვამი. კი ბატონო. და მოდით ვთქვათ იგივე ჭრიკიშვილის შესახებაც საკმაოდ მტკივნეული იყო მისი არ ყოფნა ევროპის ჩემპიონატზე. იმედია ეს ტრამვები და ეს პრობლემები მოგვარდება და ის აი იმ შემართებით დაბრუნდება, რა შემართებაც და რა ფსონიც მასზე გაკეთდა, როდესაც ის გამოჩნდა საჭიდაო სამყაროში. რა თქმა უნდა, ამის დიდი იმედი მაქვს, ამის დიდი იმედს მაძლევს ჭრიკიშვილის შრომის მოყვარეობა, ფაქტობრივად აი ძალიან ფუტკარივით ძალიან შრომელია და ძალიან მუშაობს თავის თავზე და ტრამვებსაც ახლა ტრამვები ყველას შეიძლება დაემართოს და ტრამვამ შეიძლება ბევრი რაღაცა დააკარგვინოს. შეიძლება ეს ევროპის ჩემპიონატი იყო ერთადერთი და პრინციპში იმედია რომ სოფლიოს ჩემპიონატზე უკვე მწყობრში იქნება. სოფლიოს ჩემპიონატამდე 3 საერთაშორისო ტურნირია თუ არ ვცდები, ახლა ეკატერინბურგია მაისში და შემდეგ ივნისშია მექსიკაში და ჩინეთში გრან-პრი 2. ეგ არის სულ 6 ტურნირია სოფლიოს ჩემპიონატამდე და აი მაგ ტურნირებზე იმედია ჭრიკიშვილი უკვე შეძლებს დამკვიდრებას ისევე ნაკრებში თან ახალ ზონაში უნდა გამოვიდეს და აი ეგეც ცოტა თავის დასამკვიდრებლად აი ეგეც წინაღობაა პრინციპში, მაგრამ თუ ჯანმრთელად იქნება ჭრიკიშვილისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის, ამას რა ვიცი, აი 100%-ით ჯერა ამის. და აი ოთო შეიძლება ითქვას რომ ჩვენს ნაკრებშიც დგება აი რაღაც ეტაპზე მე თუ შულს აღარ გულისხმობ თქვა სხვა ზონებში აი გაახალგაზრდავების პროცესი, ანუ არის თაობა ვისაც შეუძლია რომ ეს ამ პროცესში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა. თაობა არის, ნუ ისეთი ძალიან დამაიმედებელი, რა ვიცი, შეიძლება მე არა ვარ ხა ობიექტური ამ შემთხვევაში, მაგრამ პირადად მე ძალიან აი რაღაცა ისეთ თაობას ვერ ვხედავ, რომელიც უცებ შემოიჭრება და გადაფარავს ამათ. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო მომეწონა ფედერაციის ის, რომ ახალგაზრდული ჩემპიონატი, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩემპიონები ყველა ზონაში დაუშვა თბილისის გრან-პრიზე. ანუ აი აქედანვე აჩვევენ ამ საერთაშორისო ტურნირებს და მეტი რო კონდეთ იმათ საერთაშორისო გამოცდილების შანსი, შესაძლოა უფრო გამოიკვეთონ და უფრო უკეთესად აჭიდავდნენ, მაგრამ ჯერჯერობით რა ვიცი, აბა მე ისეთ კაშკაშა სახეებს ვერ ვხედავ ამ წუთში და ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელიც ახლო მომავალში ჩაანაცვლებს ამ გუნდს, ნუ პრინციპში რამდენიმე ძიუდოისტი არის, რომელიც უკვე უნდა შეაჩვიონ ამათთან ერთად, აი ამ ძირითად ნაკრების ძირითად ლიდერებთან ერთად უნდა ატარონ საერთაშორისო ტურნირებს და ისეთი რაღაცაა, რომ ახალგაზრდულ ასაკში შეიძლება უცებ დაიწყოს, უცებ გაიხსნას ძიუდოისტი და დაიწყოს ჭიდაობა წარმატებულად. ანუ შეიძლება კოჭებში არ ეტყობოდეს, შეიძლება საშინაო არენაზე ვერაფერს აკეთებდეს, მაგრამ საერთაშორისოზე ისე გაიხსნას, რომ სულ სხვანაირად აალაპარაკოს გულშემატკივარი. და ამის დასტური თუნდაც 2012-ში იყო ლაშა შავდათუაშვილი, როდესაც ესე კაშკაშა ვარსკვლავით გაბრწყინდა და კი, რამდენიმე თვეში მოპოვებული ლიცენზია და მეორე ოლიმპიური ოქრო. კი ბატონო, აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თქვათ იგივე აი ამ ტრიუმფებზე, ქართული ძიუდოს ამ ბოლო დროინდელ წარმატებებზე, ეს იყო ვთქვათ თაობის თანხვედრა თუ მაინც ეს გენი და შემართება რაც მოდის ჩვენგან? ყველაფერი ერთად იყო პრინციპში. გენიც რა თქმა უნდა და თაობაც კარგი თაობაც არის ახლა რაც არ უნდა ვერაფრით ვერ დავაკნინებ ჩვენ ამას და არც უნდა დავაკნინოთ რა თქმა უნდა, მაგრამ ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი, რა ვიცი, ოქრუაშვილი,
იგივე უკოშავდა თუაშვილი, ანუ ეს ისეთი ძლიერი პაპინაშვილი აუცილებლად, რომელიც მართალია ისე დიდი რაოდენობით ვერ იღებს ოქროს მედლებს, ერთხელ არის ევროპის ჩემპიონი და ბევრი აქვს ძალიან ბრინჯაოები და ვერცხლი და ისა ყველა ტურნირზე სტაბილურად ასე ვთქვათ, მედლების სიახლოვეს ტრიალებს და ესეც უკვე ნიშნავს, რომ ძლიერი ძიუდოისტია. არიან კარგი თაობაა და ესეც განაპირობებს და რა თქმა უნდა სწორად მიდგომა საქმისადმი და სწორად მუშაობაც და რეგიონებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ფაქტურად რეგიონები ძალიან გააქტიურდნენ და საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდულ პირველობებზე მრავლად არიან ისინი მათი წარმომადგენლები და ეს იძლევა სტიმულსაც და იმედსაც, რომ ეს შედეგს უფრო წამოიღებს ალბათ რამდენიმე წელიწადში, ხო, ეხა უკვე რაოდენობის გაზრდა, მასშტაბის გაზრდა შეიძლება შიდა იმას ეთყობა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე აუცილებლად მოიტანს შედეგს საერთაშორისო დონეზეც და სავარაუდოდ, რა ვიცი, შეიძლება ამ ოლიმპიურ ციკლში არა, მაგრამ შემდეგ ოლიმპიურ ციკლში გაცილებით დიდი არჩევანი ექნება საქართველოს ნაკრებს შიდა კონკურენციაში, ვიდრე ახლა აქვს. და ის საკმაოდ საინტერესოა თქვენი მოსაზრება, ვთქვათ, აი ამ ორ მონაწილესთან დაკავშირებით. დადებითია თუ მე მხოლოდ ქართველებს არ გულისხმობ, აი მთლიანად რომ შევაფასოთ. არა, აი 9 ძიუდოისტი როცა არის დასაყენებელი, ეს ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი. ყველა წონაში რომ 2-2 იყოს, ცოტა ეს იქნებოდა რაღაც ერთფეროვანი. 9 როცა არის და როდესაც არ არის შეზღუდული მწვრთნელი, შეუძლია დააყენოს 4 წონაში 2-2 და 2 წონა საერთოდ დატოვოს თავისუფალი. ანუ ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მეტ ძლიერ ძიუდოისტს ექნება ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობის საშუალება ეძლევა. და როდესაც ხა ყველა წონაში თითო ისა აქვს ლიმიტია თითო ძიუდოისტი შეიძლება 73 კილოგრამში ისეთი დააყენოს და 66-ში ისეთი ძლიერი დატოვოს შინ რომ ეს საერთოდ მე მგონია რომ კარგი წესია ეგ. მოიცება ოლიმპიადაზე არ არის, მაგრამ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მშვენიერი წესია. კარგად მუშაობს ჯერჯერობით. რაც შეეხება გოგონებს. გოგონები ხა ვერ იყო ეს ევროპის ჩემპიონატი და მოსალოდნელიც იყო რომ ვერ იქნებოდა წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის. თუმცა თბილისის ტურნირზე ელენე ქებაძის ჭიდაობა მაგალითად აჩვენა რომ მეტი გასაქანის შემთხვევაში აქვს პოტენციალი რომ ისეთ იარომკას მოუგო თბილისში ელენე ქებაძემ რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდა. ხო, ანუ აქვს პოტენციალი ამ ბაუშს იმეწონოსანს და აქვს კიდე არა მარტო ელენე ქებაძის კიდევ არის რამდენიმე ძიუდოისტი ქართველი ქალები, რომლებსაც მეტი საერთაშორისო გამოცდილება ჭირდებათ, მეტი უცხოელებთან ვარჯიშები ჭირდებათ. იგივე მარიამ ჯანაშვილი, რომელიც ბრწყინავდა, მისი მწვრთნელი პირადი მწვრთნელიც ამბობს, რომ საქართველოში ვეღარ იზრდება, ჭირდება აუცილებლად უცხოეთში ვარჯიში და კონკურენტებთან რაც შეიძლება მეტი ჭიდაობა. და სხვა შორის ძიუდოს ფედერაცია თანახმაა, რომ თქვათ ეს მზადების ეტაპი დაფინანსდეს და ისინი წავიდნენ და ევროპაში მოემზადნონ, თქვათ სხვადასხვა კლუბების და გუნდების წარმომადგენლებთან ერთად. ძალიან კარგი იქნება მეტი საერთოდ ქალთა ძიუდოს თუ უფრო მეტად ექნება საერთაშორისო ტურნირებზე და საერთაშორისო შეკრებებზე გასვლის საშუალება თუ მიეცემათ, ეს აუცილებლად დაეტყობა, იმიტომ რომ ჭაბუკებში, აი კადეტებში და დაბალასაკში აქვთ ევროპის თასებზე, ანტალიის თუნდაც საბერძნეთში დადიან, აქვთ შედეგები, მაგრამ რაღაც ეტაპზე მერე ჩერდებიან, იმიტომ რომ ვეღარ იზრდებიან და საერთაშორისო გამოცდილება და საერთაშორისო არენაზე მუდმივად ტრიალი უკვე მიცემთ იმის საშუალებას და ჩვენ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გვყავდეს გაცილებით ძლიერი ქალთა ნაკრები და გუნდურში იგივე ქალებშიც გვყავდეს გუნდი. კლომსმენელი გოლოდება გისმენთ, გამარჯობა. გისმენთ. მოგესალმებით. თუ შეიძლება გვიან ჩავერთე და გუნდურში ფინალი რუსეთთან როგორ დამთავრდა? მოვიგეთ ბატონო. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს და ეს ფინალი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და კიდევ ერთხელ ვილოცავ ყველას ძიუდოს გულშემატკივარს, ყველა კომაკს და მოდით მსოფლიოს ჩემპიონატზე ვთქვათ, ეს იქნება ურთულესი და შეიძლება ითქვას ოლიმპიადის წინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეპეტიციაც კი ჩვენი ნაკრებისთვის. კი, რა თქმა უნდა, ოლიმპიური ციკლი ახალი დაწყებულია და ყველა ეხლა ცდილობს, რომ რაც შეიძლება გამოიჩინოს თავი, რაც შეიძლება დამკვიდრდეს ისე, რომ ოლიმპიური ციკლში
აეწყოს ოლიმპიადაზე მიმავალ გზაზე, ასე ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთული ჩემპიონატი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალი და თან რაღაც ჯერ არ ვიცი გადაწყვეტილია თუ არა რაღაც ფინანსურად დატვირთვას ცდილობს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის რაღაც ლაპარაკია ამაზე და არ ვიცი ამ ჩემპიონატზე მოესწრება თუ სხვა შემდეგებზე იქნება მაგრამ ეს კიდე თუ ეს მოხდა საუბარი იყო $1 მილიონ მე მგონი ხო? ეს თუ მოხდა კიდე უფრო გაზრდის ეს რაღაც мотиваცია სპორტსმენებისას და მარტო ოლიმპიურ ციკლში წარმატება აღარ იქნება და უკვე ფინანსურიც დაემატება, თან სერიოზული ფინანსური თუ იმხელა თანხა ჩაიდო, რაც რახმებიც ვრცელდება და რა ვიცი, ხო და სუფთა სპორტული თვალსაზრისითაც მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ძალიან ძლიერი ტურნირი, იმიტომ რომ ოლიმპიადის შემდეგ ერთი წელია უკვე გასული, ის ჩაიარა იმ ოლიმპიადის შემდეგ დასვენების პერიოდმა, ყველა უკვე დაბრუნდა, ყველა ფორმაში შედის და უკვე შესული იქნება, იმიტომ რომ ერთ წელზე მეტი იქნება ოლიმპიადიდან გასული და ვფიქრობ, რომ გაცილებით ძნელი იქნება ჭიდაობა საქართველოს ნაკრებისთვის გაცილებით ძნელი იქნება წარმატება ვიდრე თქვა წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე მაგრამ რა ვიცი ნახოთ იმედია ჩვენი გუნდიც გაცილებით ძლიერ კონდიციაში შეხვდება მოვალ ჩემპიონატს და მინიმუმ ფიზიკურად ამ დონეზე დაბლა აღარ ჩამოვადა და ჩვენი ტაქტიკა და ტექნიკა ეს უკვე მწვრთნელების საქმეა და არ ამგონია რომ ამაში ჩავარდნა რაღაც რა უნდა მოხდეს რომ ჩვენ ტექნიკაში და ტაქტიკაში გაგვიჭირთ. ტაქტიკაში იმდენად ტექნიკაში დარწმუნებული ვარ რომ არ გაგვიჭირდება, მაგრამ აი ტაქტიკაშიც იმედია არ გაგვიჭირდება. რამდენად რთული იქნება ვთქვათ ეს სალიცენზიო მარათონი? და იქნება შიდა კონკურენციაო თო? შიდა კონკურენცია იქნება, შეიძლება ყველა წონაში ვერ იყოს. პრინციპში ძნელია ეხლა ლაპარაკი ამ წუთში რო ვფიქრობთ რომ რაღაც წონაში მაგალითად 73-ში შავდათუაშვილის შიდა კონკურენციაში არ აყავს ისეთი კონკურენტი შეიძლება მომავალ წელს ესე აღარ ვილაპარაკოთ იმიტომ რომ გამოჩნდეს და გამოჩნდეს ისეთი ჯიუდოისტი გაიხსნას თუნდაც უკვე ერთ-ერთი რომელიმე კონკურენტი ან რამდენიმე კონკურენტი რომელიც ამ წუთში არ მიაჩნია ხალხს შავდათუაშვილის ღირსეულ კონკურენტად და რა ვიცი ფიქრობ რომ ძალიან დაძაბული კონკურენცია იქნება შიდა კონკურენციაც ნაკრებში და კიდე ერთხელ ვიტყვი მძიმე წონას სადაც ძალიან ხო აი ოლიმპიადაზე ორ კაცს ვერ დააყენებ და თუ ადამმა და იქეთ მატიაშვილია კიდე თავისი მაქსიმუმი გააკეთეს მე მგონი არ ვინატრებთ მწვრთნელის ბედს ჩვენ რომ ძნელი არჩევანის წინაშე იგივე 60 კილოგრამი არ მგონია რომ აი ამ ბიჭებმა ესე უბრძოლად დაუთმონ ერთმანეთს რა თქმა უნდა 60 კილოგრამი 91 კილოგრამიც იქ არის დატალაშვილი რომელმაც ჯერჯერობით ვერ აუღალღო ამ ახალწონას მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად მოუმატებს ნუგზარ დატალაშვილიც 91 კილოში 90 კილოში ბეკაღვინიაშვილი და ჭრიკიშვილი რო გყავს ორი კონკურენტი ხა კონკურენცია მეტი კონკურენცია რაღა გინდა ორი უძლიერესი ჯიუდოისტი გვეყოლება და მაგ შემთხვევაშიც ძალიან რთული არჩევანის წინაშე მოუწევს დადგომა მწვრთნელს ღმერთმა ქნას რომ მოუწიოს რომ ორივე ძალიან კარგად იყოს და რა ვიცი აბა ლიპარტელიანის ზონაში რა ვიცი ტაველური შეიძლება არ არის გამორიცხული შეიძლება კი ახალგაზრდებიც წამოვიდნენ კი ბატონო, ანუ ეს ვთქვათ, მათაც აქვთ დრო და მათაც აქვთ ვთქვათ შანსი რომ რაღაც ახალი შესთავაზონ მწვრთნელებს ჯიუდო სამყაროს და აი ამ ახლით შეეცადონ აი მარათონში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ოთო მოდით ვთქვათ იმ ქართველების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის სახელით გამოდიოდნენ პირველ დღეს საკმაოდ მტკივნეული იყო კომაგისთვის კი ბატონო დამეთანხმება ვინც ვთქვათ ძალიან აქტიურად არის ჩართული სოციალურ ქსელში, რომ ორი ქართველი, მაგრამ გარც ერთი მედალი საქართველოს. კი ბატონო. რა ვიცი, აი ზანთარაიასგან მოსალოდნელი იყო ველოდი ყველაფერს. შვიდობაძისგან სიმართლე გითხრათ 60 კილოგრამში იყო შვიდობაძე რუსეთის სახელით გახდა ევროპის ჩემპიონი და 66-ში გიორგი ზანთარაია უკრაინის სახელით.
რა ვიცი, აი, როგორც ქართველისთვის შეიძლება ასე ამოვნოც იყოს, რომ ქართველი გავიდა იმასე, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ამით ვერაფერი მოიგო და ამ ხრივ ძალიან გულდასაწყვეტი იყო და დასანანი რომ ხედავ ორი ქართველი, ორ წონაში, ორივეში ქართველები დგანან კვარცხლბეკის უმაღლეს იმაზე საფეხურზე და არც ერთი არ არის საქართველოსთან არ ჭიდაობს. კიდე იყო რამდენიმე ძიუდოისტი, პირველ ყოვლისა შერაზადიშვილი ესპანეთის ნაკრებში 90 კილოში, რომლისგანაც უფრო მეც ველოდი, მაგრამ მე მაგალითად ველოდი, რომ შერაზადიშვილი პირველ წრეში ხალმურზაევს მოუგებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ შეძლო დამარცხება ხალმურზაევის. რა ვიცი, აი საზღვარგარეთ ბევრი არიან იგივე იქ, ეგუტიძე არის, ანრი ეგუტიძე პორტუგალიის ნაკრებში და ანგარის გასაწევი ძიუდოისტები არიან და კარგი იქნებოდა რომ ეგ ძიუდოისტები ახლა ჩვენ გვყავდეს და უფრო დიდი კონკურენცია იყოს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია და ამაზე რაღაც ვეღარ ვიტირებთ ამაზე და ვერ ვიწუწუნებთ. კი ბატონო, და ნელ-ნელა სრულდება ჩვენი გადაცემა და მოდით თქვათ ჩვენს მოჭიდავეებზე მათაცელით თქვათ მორიგი ევროპული მარათონი, მორიგი ღელვაგველის ჩვენ და მორიგ წარმატებებს ველით. რა თქმა უნდა, წარმატებებს უსურვებ ჩვენ მოჭიდავეებს, ახალი მწვრთნელები ყავთ და ამ მწვრთნელებისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოცდა ალბათ მომავალი ევროპის ჩემპიონატი და რა ვიცი, აბა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი ნაკრები ორივე სტილში შეძლებს მაქსიმუმის გაკეთებას და შეძლებს მედლებით ჩამოსვლას დაბრუნებას საქართველოში. მე იმედება რა ვიცი, თავისუფალ სტილში გენო და ლადოროც აკავს, ხო, აი ზედმეტი ლაპარაკი, ხო. თუმცა სხვაებიც არიან საკმაოდ ნიჭიერები, კი, და ახალგაზრდებიც საკმაოდ. მე ტიტულოვანები ვახსენე, ხო და ბერძნულ რომაულში კიდე ისეთი ზაზა სილაგაძის ისეთი გუნდი წამოვიდა და ისეთი ზაზა აღარ არის, მაგრამ ზაზას გუნდი ქვია ჩემთვის იმ გუნდს, რომელიც 23 წლამდელები ყველაფერს, ახალგაზრდები ყველაფერს იგებდნენ. აბსოლუტურად და მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ გუნდური ჩემპიონები გახდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში გახდნენ ჩემპიონები და ძალიან ძლიერი ბიჭები არიან, ესენი უკვე ნაკრებში დასამკვიდრებლად მზად არიან და ვფიქრობ, რომ რამდენიმე მათგანი უკვე ამ ევროპის ჩემპიონატზეც იტყვის თავის სიტყვას და რა ვიცი, ნახოთ ღმერთმა ქნას, რომ გახარებულები დავჯდეთ და შევაჯამოთ ამათი მსოფლიოს ჩემპიონატი მოჭიდავეების. ევროპის ჩემპიონატი. ანუ თქვათ კლასიკოსებშიც წამოვიდა ეს თაობა, რომელიც უკვე აი უფროსებში ტოლსტორად იბრძვის. რა თქმა უნდა. ბერძნულ რომაულშიც ბევრი ძალიან კარგი ბიჭები არიან და თავარია ეხა უფროსებშიც ისე აჭიდაოდნენ, ისე წარმატებულად საერთაშორისო დონეზე, როგორც ასაკობრივში და ასაკობრივში რასაკეთებდნენ, ამაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი, ყველაფერს იგებდნენ ფაქტობრივად, ესეთი ძლიერი ბერძნულ რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, მე მაგალითად ვიმაჩნია, რომ დიდი ხანია არ ვყოლია, თუ ეს ბიჭები თავის დონეზე ისევე თავის აი იმ ტემპით გააგრძელებენ ზრდას, როგორც აქამდე მიდიოდნენ. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც გამოჩნდებოდა ახალგაზრდა, რაღაც ფსონი გაკეთდებოდა მისი მისამართი და შემდგომ ეს ახალგაზრდა უკვალოდ ქრებოდა. თუმცა აი ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია სასიკეთოდ თქვათ გამოსწორდა და ნამდვილად აღარ არიან ის ახალგაზრდები, ვიზეც გულის ტკივილი თუ ამბობთ, რომ რა შესაძლებლობა და ტალანტი დაიკარგა. ეს არის ალბათ ფედერაციის ხელმძღვანელების დამსახურება, მწვრთნელების და ყველა იმ ადამიანის, ვინც უკვე ჩართულია, რომ მსგავსი ტალანტი აღარ გავიდეს დარბაზიდან. რა თქმა უნდა, დარბაზიდან და ქვეყნიდან. კი ბატონო, კი. იმედია ეს პრობლემაც მოგვარდება. რა თქმა უნდა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რა ვიცი, რაც შეიძლება შევინარჩუნოთ ყველა ნიჭიერი მოჭიდავე ძიუდოისტი და სპორტსმენი საერთოდ და ყველა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სხვათა შორის აი ამ თვალსაზრისით ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი დავით ქევხეშვილი საკმაოდ ბევრი ინიციატორის ავტორია და ცდილობს რომ ფაქტურად მოზარდობიდანვე შეიყვაროს თქვათ ახალგაზრდა ძიუდო დაეუფლოს, შეიძლება არ გახდეს დიდი ჩემპიონი, მაგრამ გახდეს ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მისასალმებელია, მისი ძალიან ბევრი საინტერესო და უკვე წარმატებული იდეა და პროექტი, რომელიც ქართულ ძიუდოში ხორციელდება და ხო, წელანაც თქვი, რომ არის ისეთი რაღაცები, პროექტები, რომლებიც
შემდეგ წლებში გამოიღებს შედეგს და დიდ შედეგს თან. ძალიან დიდი მადლობა ოთარ მაღლაკელიძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე უკვე 22 საათზე და 20 წუთამდე მშვიდობები ჩვენს მსმენელს და ამ დროს დღის სპორტის ახალი ამბების შესახებ ვისაუბრებ. მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ძიუდოისტები სამშობლოში ხვალ გამთენიისას ჩამოფრინდებიან. ესტაფეტა ელენე ბილიხოძის სპორტული ток-შოუ ესტაფეტა